გიერთდებით საქალაქო სასამართლოს დერეფნიდან იმ დარბაზთან მიმყოფებით, სადაც ნიკამელიას პროცესი მიმდინარეობს, ახლა შესვენება არის გამოცხადებული. ცოტა ხნის წინ ინციდენტი მოხდა დარბაზში. აი გიორგი კონდახიშვილი არის მისი ადვოკატი. გიორგი, მთავარის პირდაპირ ეთერში ვართ, რა მოხდა? მოდი მაყურებელს უთხრათ. მოხდა ის რომ გუშინ ვინც დაგეგმა ეს ნიკასთან მიმართებით უკანონო ოპერაცია ვერ გათვალა რომ გირაოს ვადის გასვლამდე იყო დარჩენილი რამოდენიმე საათი და ნიკას დაკავებით და გატაცებით მას სამართლებრივ ენაზე მოესწრო საშუალება სურვილის არსებობის შემთხვევაშიც კი გირაოს გადახდის. ეს საკითხი დღეს გადადგა სასამართლოზე. სასამართლო ჩავარდა ძალიან უხერხულ მდგომარეობაში, ვინაიდან პროკურორის შუამდგომლობა არის უსაფუძვლო. პროკურორმა უნდა დაადასტუროს, რომ ნიკას ჰქონდა სრული შესაძლებლობა გირაოს გადახდის და მან არ გადაიხადა. რეალურად ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ ნიკა გაიტაცეს გირაოს ვადის გადახდამდე რამოდენიმე საათით ადრე. მიაყენეს შეურაცხყოფა და დღემდე იმყოფება დაკავების იზოლატორში. შესაბამისად, ფორმალური საფუძველიც კი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის არ არსებობს. ახლა ინციდენტზე გვიხარით. ვერ გეტყვით, როგორც თქვენ უყურებდით, რაც მოხდა, გამოვიდა წყობილებიდან და მიიღო ეს არის მისი, ასე ვთქვათ, მის მიერ გაკეთებული ჟესტი და მასთან დაიწყება რაიმე წარმოება. ვერ გეტყვით, სასამართლო. დიდი მადლობა გიორგი კონდახიშვილს, ნიკამელიას უფლებადამცველს უსმენდით. პირდაპირ ეთერში ცოტა ხნის წინ ინციდენტი მოხდა, როგორც უკვე გითხარით, ნიკამელიამ წყალი შეასხა მოსამართლეს და ამის შემდეგ პროცესი შეჩერდა. ახლა შესვენება არის გამოცხადებული, ბრალდებული მელიაც გაიყვანეს დარბაზიდან და ჯერჯერობით არ არის ცნობილი, სავარაუდოდ მას აღარ დაასწრებენ პროცესს. მანამდე გაჩვენებთ რა ხდება დერეფანში, აქ არიან შეკრებილები, ნიკამელიას მხარდამჭერები, მისი პარტიის წარმომადგენლებიც და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმყოფებიან საქალაქო სასამართლოს შენობის შიგნითაც მთელს პერიმეტრზე დერეფანში. ნიკა, პირდაპირ ეთერში ვართ. კითხავთ რა? ნიკა გვარამია ახლა სავარაუდოდ შევა ისევ დარბაზში. მოდი მივიდეთ მასთან თუ გააკეთებს კომენტარს. სავარაუდოდ განახლდება პროცესი რამდენიმე წუთში. უფლებადამცველები ისევ შედიან საქალაქო სასამართლოს შენობაში არიან უბრალოდ და შედიან დარბაზში და რამდენიმე წუთში სავარაუდოდ უნდა განახლდეს სხდომა, რომელიც არის შეჩერებული. ნიკა, პირდაპირ ეთერში ვართ. მოგვიყევით, როგორ მიმდინარეობდა დღევანდელი პროცესი და ბოლოს ინციდენტზეც რა შეგიძლიათ გითხრათ? პროცესი მიმდინარეობა მე მგონი ყველამ ნახა, მიმდინარეობს ადამიანის უკანონო პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილების ასე ვთქვათ, ფაბრიკაცია, ეს არ არის სასამართლო, პროფანაცია აბსოლუტური, არც პროკურორები არიან პროკურორები და არც მოსამართლეა მოსამართლე. სრულიად კაფეოა ამბავი, რომ მელია გუშინაც გაიტაცეს და დღესაც უკანონო პატიმრობაში გაუშვებენ. რაზე ვლაპარაკობ საერთოდ, ხო? ადამიანებს უზღუდავენ თავისუფლებას, მაშინ როცა უნდათ. ერთადერთი რისი თქვა შემიძლია სერიოზულად ოლიგარქია უნდა დაემხოს. მეტი აზრი არა გაიხა ამის ყველაფერს. თქვენი რატომაც ფიქრობთ, რომ დღეს ახმეთის გარეშე უნდა დარჩეს ნიკამელია? ოდიშით. ობიექტური გარემოება როცა არსებობს, გირაოს გადახდის 3 საათიანი ვადა. რა განცხადებას აკეთებს, აპირებს თუ არა გადახდაზე ამ შემდეგ ეს კითხვები არის არარელევანტური. ის აიყვანეს იმიტომ რომ ყოლოდა პატიმრობაში. 3 საათით ადრე ვიდრე ვადა გავიდოდა. 29-ში იცით რატო ვერ გამოცხადდა ნიკამელია სასამართლო პროცესზე? იმიტომ რომ პროკურატურა მithხოვა გადადება თავად. და ვითომ წავიდა იმაზე რა ქვია ტრენინგზე, რომელიც არ არსებობს. ვერც ასაბუთებენ რომ რამე ტრენინგზე იყო. მოიტანეს თავისივე ხელმოწერილი თუ რა ვიცი თავისივე უწყების ხელმოწერილი დოკუმენტები, რომელიც ისევე წარმოადგენს ხარეს როგორც თავადეს ორი პროკურორი. ამიტომ რეალურად ეხა მოსამართლე რო გეუბნება რომ სუბიექტური და განწყობები მითხარით თქვენ გაგიგიათ რომ როცა ობიექტური მოცემულობითი წინაპირობა შეუძლებლობის გირაოს გადახდის ადამიანს ეკითხებოდნენ შენ რა განწყობაზე იყავი აპირებდი თუ არა რა მკითხაობა მკითხავთან ვარ თუ მოსამართლესთან. დიდი მადლობა ნიკა გვარამიას უსმენდით პირდაპირ ეთერში კოალიციას ხმებისთვის ერთ-ერთ ლიდერს და ასევე ნიკამელიას უფლება დამცველსაც
აბსურდულად აფასებენ მისი უფლებადამცველები დღევანდელ სასამართლო პროცესს და აღნიშნავენ კიდევ ერთხელ იმას, რომ გუშინ ნიკა მელია ფაქტობრივად სპეცოპერაციის შედეგად გაიტაცეს და აღკვეთის ღონისძიების უпростоრად ადმინისტრაციული სამართალს დარღვევის გამო გადაიყვანეს იზოლატორში, დროებითი მოთავსების იზოლატორში და უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მას გირაოს გადახდის ვადა მეორე საქმეზე, აი ამ საქმეზე რისი პროცესიც ახლა მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში, გუშინ საღამოს 12 საათამდე ჰქონდა ვადა და ის 3 საათით ადრე დაახლოებით 9 საათზე დააკავეს მოულოდნელად, როცა მიდიოდა გადაცემის ჩაწერაზე და შინაგან საქმეთა სამინისტრო მას ედავება პოლიციელის შეურაცხყოფას, ამიტომ აბსურდულად მიიჩნევენ სრულიად მისი უფლებადამცველები დღევანდელ სასამართლო პროცესსაც, რომელიც ცოტა ხნის წინ ინციდენტის გამო შეფერხდა ნიკა მელიამ მოსამართლეს წყალი შეასხა, ის გაიყვანეს დარბაზიდან და სავარაუდოდ არც დაასწრებენ პროცესს. არის ამის მოლოდინი ჯერჯერობით, აი მისი ადვოკატებიც ელოდებიან, როდის განახლდება სხდომა, ხედავთ რომ კართან დგანან მანდატურები და ჯერ ადვოკატებსაც არ ეძლევათ შესაძლებლობა რომ შევიდნენ სასამართლოს დარბაზში. მე გეტყვით იმას, რომ მთელი დღის განმავლობაში არის მობილიზება საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, განსაკუთრებული განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით პოლიციელია დღეს, როგორც შენობის შიგნით, ასევე ეზოში და ასევე ეზოს გარეთაც მიმდებარე ქუჩებს სრულად აკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტები, კრიმინალური პოლიცია, საპატრულო პოლიცია ძალიან დიდი მასშტაბით არის მობილიზებული, თუმცა რა მიზანს ემსახურება, ან რა საფრთხეს ხედავენ, რომ მსგავსი მობილიზება იყოს საჭირო, ეს ყოფი ადამიანებისთვისაც უცნობია. ჩვენ ვნახეთ დღისით კადრებით, როცა ვიდრე ნიკა მელიას გადმოიყვანდნენ, მისი ტრანსპორტ ბადრაგირება მოხდებოდა საქალაქო სასამართლოს შენობამდე, დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორთან მიიყვანეს წყლის ჭავლი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სხვა ტრანსპორტის, მაგალითად მიკროავტობუსი, რომელთაც სპეცრაზმი გადაადგილდება ხოლმე და როგორც იყო ცნობები, სპეცრაზმელებიც იმყოფებოდნენ დიღმის იზოლატორთან. ყველა ელოდება სხდომის განახლებას, ოფის დაბრუნდება მოსამართლე შვანგილაძეს სხდომათა დარბაზში და საინტერესოა დღევანდელი სასამართლოს სხდომა როგორ დასრულდება, დღესვე გადასინჯავენ თუ არა ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებას, უფრო მკაცრი სასჯელით, რაც პატიმრობას ითვალისწინებს, ბუნებრივია, თუმცა ამის მოლოდინი ისედაც ჰქონდა როგორც თავად პოლიტიკოს, ასევე მის კოლეგებსაც, მის უფლებადამცველებსაც, უბრალოდ ის ფაქტი, რაც გუშინ ვიხილეთ, იყო სრულიად წარმოუდგენელი ამ ადამიანებისთვისაც. ბექა, თქვენს კითხავთ ინციდენტზე რა შეგვიძლია გითხრათ, რა ნახეთ დარბაზში ბოლოს რა მოხდა? წყალი შეასხა ბოლოს მოსამართლეს. ეს პროტესტის გამოხატულება იყო. დიახ, რა თქმა უნდა, უბრალოდ ძალიან ძიმია ის, რომ უსმინო და გაძლო ბოლომდე ამ სასამართლო პროცესზე რაც ხდება. ჯერ აპოზიციას აყალიბებს პროკურატურა და შემდეგ როგორ იქცევა მოსამართლე. მოსამართლე ეკითხებოდა ნიკა მელიას სრული სერიოზულობით იმასთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად იმისა თავისუფლება რომ აღკვეთის ქონდა თუ არა შესაძლებლობა გირაოს გადახდეს. აი რა კითხვაა ეს? ადამიანი გუში გაიტაცეს და ისე რომ გირაოს ვადა არ იყო ამოწურული. ანუ მას არ მიეცა შესაძლებლობა, ხო, რომ მთლიან ვადაში რაც იყო დადგენილი სასამართლოს მიერ გადაეხადა ეს გირაო. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მას წაერთვა შესაძლებლობა იმის, რომ დადგენილი ვადაში ემოქმედა. თუ პირობითად დადგებოდა ვადა, რომ და 29 მაისის 12 საათამდე ნიკა მელია არ გადაიხადა გირაოს, მაშინ შეიძლება პროკურატურასა და სასამართლოსაც ეთქვა ის, რომ დადგენილი ვადა ამოიწურა, ნიკა მელიას ჰქონდა შესაძლებლობა გირაოს გადახდის და არ გადაიხადა და შემდეგ დაეყენებინა ის შუამდგომლობა, რომ აღკვეთი ღონისძიების სახე გირაოს შეცვლილიყო პატიმრობით, მაგრამ სტუნებას ვერ გაუძლო შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გუშინ უკანონოდ გაიტაცეს ის
და დღეს უკვე მოიყვანეს სასამართლოს. დღევანდელ პროცესს რომ მოიყვანათ ნიკამელია და შემდეგ პირობითად რადგან ნიკამელია არ აცხადებდა არაპირებდა პროცესზე გამოცხადებას და შემდეგ მისი დაკავების ღონისძიებები არ წარემართა, ამის არიდებლად გააკეთეს ეს ყველაფერი. დღეს კი ბატონო ალბათ აღარ შემოიყვანეთ ხომ პროცესი. ნიკამელია გააძევა სასამართლოს ხმის დარბაზიდან. ჩვენ შესაბამის ეტაპზე ალბათ გავივლით შემდეგ კომუნიკაციებს გვექნება თუ არ გვექნება შუამდგომლობა მისი დაბრუნების თაობაზე დარბაზთან. დღევანდელ სასამართლო პროცესი ალბათ მას არ დააბრუნებენ. ხო და პროცესის განვითარებას როგორ ელოდებით? დღესვე გადაისინჯება მისი აღკვეთის ღონისძიება. ეხლა არის ტექნიკური შესვენება, მოსამართლე უნდა იმჟელოს იმ საკითხთან დაკავშირებით პირველ რიგში აღკვეთ ღონისძიებას უცვლის ნიკამელიას თუ არ უცვლის, შემდეგ დაცვის მხარეს გვექნება შუამდგომლობა საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რომ არსებითად არ გადაიზარდოს განსახილველი. და ამ ინციდენტის გამო ხომარელოდებით რომ რამე ახალება ხდება დააკისრება. ვერ გეტყვით. ყველანაირ უკანონობაში ჩადის შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა ტანდემში და რა მოიხარშება მათ თავში წინასწარ, ამიტომ რთულია განსაზღვრა. დიდი მადლობა. ისევ ტექნიკური შესვენებაა გამოცხადებული სასამართლო პროცესზე. ნიკამელია მოსამართლე შოანგირაძემ გააძევა და დღევანდელ პროცესს ის აღარ დაესწრება. შესვენების შემდეგ სავარაუდოდ დააყენებენ უკვე პროკურორები შუამდგომლობას, რომ გადაისინჯოს აღკვეთის ღონისძიება, რაც არის გირაო, რომლის გადახდასაც მანამდე გაცხადებული პოზიციით ნიკამელია არაპირებდა, თუმცა დღეს პროკურორის კითხვა, უბრალოდ მოსამართლის კითხვა იყო, როგორც ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ იმ 3 საათის განმავლობაში აპირებდა თუ არა ის გირაოს გადახდას, როცა დააკავეს და ადმინისტრაციული წესით ყავდათ უკვე იზოლატორში გადაყვანილი. მის ადვოკატებსაც და მისი პარტიის წარმომადგენლებსაც ის ფაქტი, რაც გუშინ მოხდა, უჩენთ ვარაუდს, რომ იმის გამო რომ ნიკამელია არაპირებდა დღეს სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწევდა პროკურატურას მოუწევდა მისი დაკავების ღონისძიების ჩატარება სხვა ტერიტორიაზე, სწორედ ეს პროცედურა აირიდეს თავიდან და ამიტომაც წინასწარ ადმინისტრაციული წესით დააკავეს ნიკამელია და დღეს უკვე ის სასამართლო სხდომასაც დაესწრო. ჩვენ ველოდებით დარბაზთან, როდის განახლდება პროცესი, უკვე დააყენებენ შუამდგომლობას პროკურორები, დააყენებენ შემდგომაც ადვოკატები და საინტერესოა დღესვე გადასინჯავს თუ არა მოსამართლე ნიკამელიას აღკვეთის ღონისძიებას და მიუჯის თუ არა მას პატიმრობას, ისევე როგორც მანამდე ზურაბ ჯაფარიძის, კიდევ უფრო მანამდე კი ირაკლი ოქროაშვილის შემთხვევაში. ჩვენ ვრჩებით ადგილზე და ახალი ამბებით დაგიბრუნდებით მოგვიანებით.